მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თუ თქვენ გაინტერესებთ მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარი საინტერესო სიახლეები, სად და რას აკეთებენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები, მაშინ გთავაზობთ პროგრამა ინფორმატორისა და ლაილას მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას. აჩიკო ცანკაშვილი და რეპერი კაბუ Five Lines Production-ის სტუდიაში დუეტზე მუშაობენ. თუმცა იმის გამო, რომ კაბუ პარალელურად სპექტაკლ ხანუმაშია დაკავებული, რომელსაც ლევან წულაძე დგამს, ჩვენ სტუდიაში მარტო აჩიკო დაგხვდა. ახლა კი რაც შეეხება სიმღერას, მისი სახელწოდება ყველაფერი გამოვა. და თუ რაზე მოგვითხრობს ის და როგორი იქნება პოპისა და რეპის სინთეზი, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ეხლა წერთ პირველ სიმღერას, რიგით პირველ სიმღერას, სიმღერა ეკუთვნის ძიმას, ძიმკა, კაბუ ლაპარაკობს და მე მღერი ვარ. ფალცეტში იმღერე რა? ფალცეტში იმღერე. ადრე რო ვთქვა რომ ესე რეპზე ვგიჟდებოდი, არა, მაგრამ რაღაც წერად შევათავსე, კარგი გამოდის სიმღერა და რეპი ერთად, რაღაცა სინთეზი კარგია. ეცადე გაერთე ყველაფერი გამოვა მალე გათისრო არ მოიცინო მე არანაირად რეპთან არანაირი კავშირი არ მაქვს, იმიტომ რომ სიმართლე რო ვთქვა არც გამომდის და სურვილიც არ მაქვს. მე ვიმღერებ კაბუ გარებავს. ფერი გამოვა ხედავ რომ არაფერი არ გამოდის ღესებდიანი თვალებით ნუხურებს ხვეს ეცადე გაერთე ყველაფერი გამოვა ყველა შეთა როგორ იყო ნათქვამი? ადეკი წამოდი ჩვენთან ერთად ჩვენ გასწავლის გზას ხიმილისკენ გზას გართობისკენ გზას სიმღერისკენ გზას გზას კეთილს გზას ჯამთელს გზას ნათელს გიგა კუხიანიძის სტუდიაში თაკო გაჩეჩილაძე ახალ სიმღერას წერს, რომელიც მას თავად გიგამ დაუწერა. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, სიმღერა სულ მალე ექნება მზად. ჩვენი თიწყება ეს გამეფერების შენი ზემოყუე ლამაზის ჩქარი არ არის თუ ეს შეანელი თიწყება ხასიათი როგორ ზღერი ვერ მოგწონს? თუ შედამყოფნა მინდა იქშიც მე დავიწყე მუშაობა გიგას სიმღერაზე, აი სწორედ იმ სიმღერაზე, რომელიც გიგამ მაჩუქა. დიდი მადლობა მას ამისთვის. სიმღერა თვითონ გიგასია, არანჟირებაც ტექსტი ნანა სინცაძის და მე ძალიან დიდი, ესე იგი, პასუხისმგებლობით და დიდი სურვილით, რაც თავარია წერა სიმღერას, იმიტომ რომ ეს სტილი ზუსტად ეს სიმღერა არის ზუსტად ის, რაც მე მიყვარს. კიდე გავიაროთ რა, შენ განხურდები და მე მივხედავ რა მაგ სიტუაციას. შორობს ქარი თითქოს მათბობს მე შენ სიყვარულს ვენდე ნუნდოვებ მარტო ჩემი სურვილიდან გამომდინარე გავაკეთე ეგ სიმღერა თაკოსთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ სტილი მოწონს, მე ძალიან მომწონს და ვიცოდი რომ ნაყოფიერი მუშაობა ვიწევდა და კარგ პროდუქტს მივიღებდით. შენი ზემოყუე ლამაზი სიტყვები მე ვიცი სიყვარული ფირიაცის შეგადაროვის ნუ აი რა ვიცი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სწორედ ის არის, რაც მე მინდა რომ ვაკეთო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. აი სწორედ ესეთი სიმღერები და არა ისეთი, რომ აი სამწუხაროდ მე მაქვს 1-2 ეგეთი სიმღერა, იმიტომ რომ ეს სავალდებულოა. მაგრამ ნუ უფრო დიდი სურვილი მექნება, რომ ესეთმა სიმღერებმა უფრო იჭარბოს ჩემს ესე ვთქვათ რეპერტუარში. იცოდე ტყუილით ნუ იწამებ თავს და მიჯერო გთხოვ ნუ მეტყვი რომ რატომაც მიდიხარ შორს
დიზაინერი ავთოც კვიტინიძე საქმიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. შემდეგ კი რუსეთის დედაქალაქიდან პირდაპირ ჩინეთში გაემგზავრა და საინტერესო მოლაპარაკებებიც გამართა. ავთო ახლა უკვე თბილისშია და ჩვენ მას ამ შეხვედრების შესახებ გავესაუბრეთ. კომპანია საგაფურსი, რომლის უпростоრეთ აფიშირება აქამდე არ ხდებოდა, იმის გამო რომ არის კომპანია ძალიან სერიოზული და მუშაობს მხოლოდ მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან, რომლებიც არიან ჟან-პოლ გოციე, ვალენტინო, კრისტიან დიორის სახლის წარმომადგენლები, მათ ბოლო კოლექცია შეუქმნეს კარლ ლაგერფელდს და სხვადასხვა წამყვანი ფირმები, რომლებმაც წელს გადაწყვიტეს, რომ იმუშაონ სამ დიზაინერთან. ეს არის მოსკოვში პირველი დიზაინერი, შეიძლება ესე ითქვას წამყვანი დიზაინერი, რომელიც ფაქტიურად დღესდღეობით ყველაზე კარგად მუშაობს და არის ყველაზე მოდური და არა მარტო მოსკოვში, ეს არის იგორ ჩაპურინი და საქართველოდან ავთოც კვიტინიძე და მაკა ასათიანის სახლის წარმომადგენელი იყო წამოსული. საგაფურსი არის საერთოდ დანიური წარმოების ბეწვი, რომელსაც აქვს ლაბორატორიული სამსახური გახსნილი ჩინეთში. ანუ აქ ხდება ბეწვის სხვადასხვანაირად დამუშავება და სწავლება. ჩვენ მომაგრებული გვყავდა სპეციალისტი, დიზაინერი, რომელმაც გააკეთა ბოლო კოლექცია რობერტო კავალისთვის და ფაქტიურად შეგვასწავლა თუ რა შეიძლებოდა აი ამ უძვირფასესი ბეწვისგან გაკეთებულიყო. ავარჩიეთ ჩვენ ის ნაწარმი, რაც უნდა წამოგვეღო და გვაქვს ძალიან დიდი ბედნიერება, რომ მივიღოთ აი ამ საგაფურსის ეგიდით, მისი უძვირფასესი ბეწვეულით მოსკოვის კვირეულზე მონაწილეობა. იქ რაც მოეწონათ მოსკოვში, ეს ცალკე თემა იყო. ამის შემდეგ შეისწავლეს თუ რამდენად რეალური არის ჩვენი ტანსაცმელი, რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი უკვე რეალიზაციაში წავიდეს და რამდენად კარგი დიზაინერები ვართ ჩვენ. შემდეგ უკვე მოვიდა ოფიციალური მოწვევა. ამის შემდეგ უკვე იწყება სერიოზული მუშაობა შეკვეთით, ჩვენი ფერის ბეწვით, ჩვენი ტონირების მიხედვით და ეს ფირმები გააგრძელებენ ეს ფირმა უпростоრეთ გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას, საკმაოდ სერიოზულ მუშაობას და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უკვე სერიოზულ ბაზარს დავიმკვიდრებთ მოსკოვის ბეწვის ხაზს, რაც შეეხება. ნატო გელაშვილს ახალი პროექტი გაუჩნდა, რომლის მიხედვითაც ის ასეთ 4-ს კვარტეტს შეკრებს. ეკა კახიანი, ია ფარულავა, გოგოლა კალანდაძე და თავად ნატო ჩაწერენ სიმღერას, რომელიც ამჯერად ირმა ინაშვილს ეკუთვნის. ირმა პროფესიით ჟურნალისტია და მან შეძლო თავისი სიმღერით ამ 4-ს მოხიბლა. გაგრძელდება თუ არა მათი ურთიერთობა და გამოჩნდება თუ არა ქართულ ესტრადაზე ქალთა კვარტეტი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ისინი სანუს სტუდიაში იმუშავებენ. ეს სიმღერა, რომელსაც მე ახლა ჩავწერ, ოღონდ ჩავწერ არა მარტო, უბრალოდ ეს არის ჩემი წარმოწყება, ჩემი ინიციატივა, იმიტომ რომ ირმა ალბათ ამას თავის ცხოვრებაში არ გააკეთებდა, ანუ ედებოდა მტვერში, ასე ვთქვათ, როგორც მე მიდევს კიდევ ბევრი სიმღერა და ანუ ეს არის ჩემი ძალისხმევით გაკეთებული. ირმა მომანდო თავიდან ბოლომდე ეს სიმღერა მაჩუკა და მე მინდა რომ ეს სიმღერა გავაცოცხლო, ავამღერო და გახდეს ისეთივე საყვარელი ყველასთვის, როგორც მე მიყვარს. მე ავირჩიე არა მუსიკალური მხარე, არა მუსიკოსები, არამედ უფრო მსახიობები ავარჩიე ამ შემთხვევაში და ჩემ გვერდზე იმღერებენ ეკა კახიანი, გოგოლა და ია ფარულავა. ანუ სიმღერას ეწოდება ნავსადგური და ეს ალბათ ამის გადაღებები ალბათ მოხდება
უფრო ვფიქრობთ ფოთში. აბა ერთი წუთი თავიდან ჩამერთე რა. იცი რატო რაღაცა არის ცოტა დარღვეული. აი ხო და შეიძლება. ეს შესავალი ხო? ვაი, ნუ ვიღოთ. დააირავო. ეს ხო? ალბათ არის ბედის წერა, როცა იმ სიმღერას უწერია, რომ ის უნდა ჩაიწეროს, იმიტომ რომ უცებ აზრი მოგევა, უცებ სამივე რაღაც ალალად დაგთანხდება. არის მართლა ბედის წერა და მე მინდა რომ ბოლომდე ესე ერთგულად მივყვე ჩემი მეგობრის სიმღერას. არ ჩასდენ ვინავს აზრი, ჩატინული თვაში ეს ორია. ახარავნას არ მოგწევნო, ამოვედა ხალხი. ძალიან დიდი ხნის წინათ, როდესაც ჩვენ კონსერვატორიაში ვსწავლობდით, მინდოდა ნატოს ლექსზე შემექმნა სიმღერა. რატომღაც ვერ ჩავიგდე ვერანაირად ეს ერთად რამდენიმე ლექსი, ანუ თითქმის ყველას თავისი ლექსი ამღერა, პასუხიც ასეთი გამცა, რომ როცა ვწერ ლექსს, იმ წუთში იქმნება მუსიკაც და ეხლა რომ გამოვიდა ნატოს კრებული სიმღერების, ნახე რამდენიმე ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა და ავტორთან, კომპოზიტორთან შეთანხმებით, მე მინდა დავწერო სიმღერა, რომელსაც შეასრულებს ხაბატონი ნატო. დაუწარე რა, ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.